მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვიწყებთ გადაცემათა მორიგ ციკლს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ. ჩვენ ნელ-ნელა მიმოვიხილავთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რომელმაც დიდი აღმავლობის გზით განვლო ის პერიოდი, რომელსაც ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ეწეოდა. აქედან გამომდინარე მე უკვე მოგახსენეთ 1990 წლის 14 ნოემბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებს სრულად საბჭოთა კავშირის სივრცეში. ეს მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, ეს ამისი პირველი მაგალითი მისცა საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ და აქედან დაიწყო უკვე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და ამ მრავალპარტიულ არჩევნებში ეროვნული ძალების მოსვლა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია კრემლის მხრიდან, ვინაიდან მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ დაემხო კომუნისტური მეფობისა და ზეობის ხანა და თავისთავად ამ ზეობის ხანის დამხობას მოყვა ის, რომ მათი მიზნები და ამოცანები საქართველოში უკვე განხორციელებას ვეღარ პოვებდა, ვინაიდან საქართველოში მოვიდა ის ძალა, რომელიც იყო აბსოლუტურად რადიკალური და იგი იბრძოდა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. აქედან გამომდინარე გორბაჩოვმა მაქსიმალურად გააქტიურა ის ძალები, რომელიც საქართველოში ძალიან მრავლად ყავდა. განსაკუთრებით შეშფოთდა იგი საქართველოში უშიშროების კომიტეტის გაუქმებით, საიდანაც გათავისუფლებულნი იქნენ ძველი კადრები და მათი შევსება დაიწყო ახალი კადრებით, რომელმაც არც თუ ისე გაამართლა საბოლოო ჯამში, მაინც ვთქვათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ფაქტად რჩებოდა, კრემლს ხელიდან გამოეცალა საქართველოს უშიშროების კომიტეტი თავისი გამოგზმედილი თანამშრომლებით და ეს თავისთავად ძალიან მიუღებელი და ძალიან მძიმე იყო. აქედან ამის შემდგომ დაიწყო თავისთავად უკვე ის დაპირისპირება, რომელიც აუცილებლად ჩათვალა იმ ძალებმა, რომლებმაც საშინელი დარტყმა მიიღეს საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვების შემდგომ. ამას მოყვა მთელი რიგი ისეთი მიუღებელი ფორმით საქართველოს მოსახლეობისადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გულისხმობ, რომ ხელოვნური კონფლიქტური კერების წარმოქმნა დაიწყო, ასევე დაპირისპირება მოსახლეობასთან, დაშინება და კიდევ სხვა მრავალი. უწინარეს ყოვლისა სათქმელია აღსანიშნავია ერთი რამ, რომ გორბაჩოვმა და ედუარდ შევარდნაძემ ძალიან გააქტიურეს მუშაობა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის შიგნით, საზღვრებს შიგნით, არამედ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ეს გამოიხატებოდა შემდეგ იმ მდგომარეობით, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ზიად გამსახურდიასგან შეექმნათ რაღაც საშინელება, დიქტატორი, მონსტრი, საშიში პიროვნება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა არა მარტო საბჭოთა კავშირის დანარჩენ რესპუბლიკებს, რომლებიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გზაზეც არ იყვნენ, არამედ მსოფლიოს მშვიდობას უქადდა საშიშროებას. აი ასეთი ყოვლად მიუღებელი და ასეთი ცრუ განცხადებებით რასაკვირველია მასმედია ხელს უწყობდა თავისთავად ყველა ფორმით, ყველა სახით, ყველანაირი გზებით ხდებოდა დაპირისპირება უწინარეს ყოვლისა ზვიად გამსახურდიასთან, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია გახდათ თავად ის რადიკალური პიროვნება, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერით და მისგან ელოდებოდნენ იმ დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც საქართველომ დაკარგა 1918-21 წლებში. ამის შემდეგ კრემლი რასაკვირველია ცდილობს, რომ ძალიან გააქტიურდეს და ფაქტობრივად არც ჩამორჩება თავის და დასახულ გეგმებს, იწყება
დაპირისპირება და ძირითადად ისინი აპელირებენ იმ პიროვნებებზე, რომლებიც რომელთაც თავიდანვე შეუქმნეს ფუნდამენტალური საფუძველი იმისა, რომ ისინი დაფინანსებულები იყვნენ, შეიარაღებულები იყვნენ და ესენი წარმოადგენდნენ კრიმინალურ ბანდებს. 14 ნოემბრის უზენაესი საბჭოს სესიის შემდგომ ძალიან გააქტიურდა მხედრიონის ბანდები, კრიმინალური ბანდები, მათ აიყოლიეს კი არა, მათ ააყნენ უпростоრად ეგრეთ წოდებული ის ორგანიზაციები, რომელზეც მე თქვენ მოგახსენეთ წარსულში, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს მგელაძემ, შევარდნაძემ, ფოფხაძემ, გუმბარიძემ და მთელმა იმ კომუნისტურმა რევანშისტებმა, რომელთაც საქართველოსთვის არაფრით არ ემეტებოდა დამოუკიდებლობა და მით უფრო დამოუკიდებლობის მესაძირკვლე არ უნდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდია. ამის შემდგომ ესენი აქტიურდებიან და იწყება უკვე თავდასხმები არა მხოლოდ მოსახლეობაზე, არამედ ისეთ ორგანიზაციებზე, როგორც იყო მილიციის ორგანოები, მილიციას ესხმოდნენ თავს, აქ უკვე ხდებოდა მილიციელების განიარაღება, ეს ძალადობის ყველანაირი მეთოდები იქნა გამოყენებული, ასევე ავტომანქანების გატაცება, მოსახლეობაზე თავდასხმები, იქაც ქურდობა, ყაჩაღობა და ამით ცდილობდნენ, რომ როგორმე ხელი შეეშალათ საქართველოში იმ მიმდინარე პროცესებისათვის, რომელიც ახლად გახსნილმა უზენაესმა საბჭომ დაისახა მიზნად. ამას შემდეგ მოყვა ის საშინელი პროცესები, რომელზეც ახლა მოგახსენებ და კერძოდ დაიწყო უკვე ძალიან აქტიური მზადება რევანშისთვის და კერძოდ ის კომუნისტები, რომლებიც დამარცხდნენ არჩევნებში, ისინი უკვე შეუერთდნენ იმ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიებს და არჩევნებში დამარცხებულ პარტიებს და დაიწყეს უკვე სერიოზული მზადება რევანშისათვის. ამაზე თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ რა შედეგები მოყვა ყოველივე ამას, ამ ბოროტ გადაწყვეტილებას და ამ შურით შეპყრობილი ადამიანების ამ გადაწყვეტილებას შური მე გულისხმობ საქართველოში მცხოვრები ის ბანდფორმირებები, რომლებიც ამას ახორციელებდნენ და ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, მაგრამ თავისთავად ისინი ხელისშემწყობნი აღმოჩნდნენ ასევე იმ ძალებისა, რომელმაც ჩვენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სახით და ავღანური პოლკი არის თუ როსტოვის სპეცსამსახურები და ასე შემდეგ, მე ამაზე შემდეგში მოგახსენებთ, ამაზე არ შევჩერდები. მე მხოლოდ გავამახვილებ ყურადღებას გორბაჩოვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ეს განცხადება მან ოფიციალურად გააკეთა პრესითა და ტელევიზიით, რომ საქართველოში დაიწყო სახალხო მღელვარება, რომელიც გამოწვეული არის ახლად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ხალხი აპროტესტებს და მათ არ უნდათ ახლად არჩეული ხელისუფლება და ყოველივე ეს მღელვარება გამოწვეულია ამით. რასაკვირველია, არავითარი მღელვარება არ იყო, ღელავდა კრემლი, ღელავდნენ ის ეგრეთ წოდებული პარტიების წარმომადგენლები და თავისთავად ღელავდა კომპარტია, რომელიც უკვე დაიშალა და ფაქტობრივად აღარ არსებობდა და ამას თან მოყვა ის, რომ გააძლიერება უკვე მაქსიმალური ძალით დაიწყეს კრიმინალური ბანდფორმირებებისა. მე ამაზე არ შევჩერდები ასე მოკლე მიმოხილვით, იმიტომ რომ ეს არის მოკლე მონახაზი იმისა, რომელიც მოყვა ზუსტად პირველ სესიის დღეს. ამაზე მე მექნება ძალიან ვრცელი
საუბრები თქვენთან ერთად მიმოვიხილავ თუ რა მოხდა საქართველოში საერთოდ და ყველაფერს ექნება შეფასება არა ჩემეული შეფასება არამედ აქ იქნება მოხმობილი ყველა დოკუმენტი მათივე გამონათქვამები მათივე ინტერვიუებიდან და წერილებიდან ასე რომ ჩემ მხრივ მხოლოდ ადგილი ექნება შეფასებასა და ანალიზს პოლიტიკური ანალიზს რომელიც აუცილებელია ყოველივე იმის საშკარაოზე გამოსატანად თუ ვინმე ამ ეჭვი ეპარება შემდეგი საკითხი რომელიც მე ძალიან სერიოზულ საკითხად მიმაჩნია და აუცილებელია რომ ეს საკითხი მე გამოვიტანო დღეს თქვენთან სასაუბროდ ეს ეხება საქართველოს კონსტიტუციას საქართველოს კონსტიტუციის იმ ნაწილს უპირველეს ყოვლისა რომელიც აგერ მაქვს მე თქვენ უკვე ერთხელ გაგაცანით მაგრამ მე კიდევ მინდა რომ ეს კიდევ შეგახსენოთ თუნდაც ამ ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ეს მათი კონსტიტუცია გახლავთ ეს ზიპლიპიტოებით და მე მინდა რომ ამის შესახებ წაგიკითხოთ ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი თქვენთვის ეს ცნობილია მაგრამ უნდა შეგახსენოთ ესე იგი მუხლი პირველი საქართველო არის დამოუკიდებელი ერთიანი განუყოფელი სახელმწიფო რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ანუ ეს გასაგებია. აქ არის აღნიშნული, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკამ აირჩია ესე იგი საქართველოს რესპუბლიკაში გამოცხადდა დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე 9 აპრილი უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღად 1918-21 წლის საფუძველზე მე პატარა განმარტებას მივცემ აქ იმათ ვინც მე უცხოელებისთვის უფრო ვაკეთებ ამას ვინაიდან საქართველოში მცხოვრებმა თითქმის ყველა მოქალაქემ იმდენად პოლიტიზირებულები ბრძანდებიან ერთი ფაქტი საქართველოს რომ ყოლოდა თუნდაც ერთი დეპუტატი 1918-21 წლის დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობიდან მაშინ ამდენი ბრძოლა არ დაჭირდებოდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიას პიროვნებიდან გამომდინარე მე ნამდვილად იგივე აზრზე ვრჩები რომ ზვიად გამსახურდია მაინც ჩაატარებდა საქართველოში რეფერენდუმს საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც შეემოწმებინა საქართველოს მოსახლეობა, ისინი უჭერდნენ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარს. აქედან გამომდინარე ჩატარდა რეფერენდუმი, თითქმის 100%-ით მოვიპოვეთ ჩვენ ხმები საქართველოში მცხოვრები ყველა მოსახლისაგან ეს იყო ქართველი თუ არა ქართველი ეს იგი ყველა მხარს უჭერდა ამაში შედიოდა ორი ეს იგი ავტონომიური რესპუბლიკა და ერთი ავტონომიური ოლქი მე შემდგომში როდესაც რეფერენდუმზე მექნება საუბარი ამაზე მოგახსენებ და მაქვს მონაცემები რომელ ოლქში რომელ უბანზე რამდენი პროცენტი მივიღეთ ხმებისა აი ამას პირდაპირ თქვენ მოგახსენებთ ასე რომ ეს ყველაფერი იქნება ისე დასაბუთებული, რომ აქ ეჭვგარეშე იქნება ყოველივე ის, რასაც მავანი და მავანი ავრცელებენ. აქედან მე ალბათ იკითხავთ, რომ ეს რა საჭირო იყო შესწენება იმისა, რომ რეფერენდუმი ჩატარდა, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აქტი 1991 წლის 9 აპრილს. ეს მე დამჭირდა იმისათვის, რომ ეს ეგრეთ წოდებულები შევარდნაძიდან დაწყებული ვიღაცებით დამთავრებულნი ზეიმობენ 26 მაისს. თუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თარიღი 9 აპრილს გამოცხადდა, ხალხმა მხარი დაუჭირა
მის აღდგენის აქტს და 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით და 9 აპრილს გამოსცადა დამოუკიდებლობის აქტი. დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი ყველას, ვისაც ეკუთვნოდა ხელის მოწერა, სხვათა შორის ჩემი ჩათვლით, რომელმაც ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია, ჭყალებში მღელვარება გამოიწვია, რასაკვირველია იმ პიროვნებებში, რომლებიც იყვნენ ჩასაფრებულები, რატომ დღეს არ ღელავენ ყოველივე იმაზე, რაც ხდება ქალების მხრიდან საქართველოში, რომ ქალებმა აიღეს საერთოდ ერთმა ოჯახმა აიღო მთელი საქართველო. ერთი ოჯახი განაგებს თავისი საახლობლოთი, სანათესაოთი განაგებს საქართველოს, ყიდიან, ვაჭრობენ, რასაც უნდათ აკეთებენ, ჩაიგდეს მთელი საქართველო, როგორც საკუთარი ქონება და აი ასე მოქმედებენ. ეს რატომ არ გაღელვეთ, შემოკარგებო, რომ თქვენ აი ამ ცხოვრების, აი ამ დონემდე მიგიყვანეს, დაწყებული მოკავშირიდან დამთავრებული იგივე მოკავშირეები არიან, ოღონდ სახელმწიფოები, მაგრამ გადავიდეთ იმ თემაზე, რადგან მე არ მინდა მოვწყდე იმას, რითაც დავიწყე, რომ მე დავაფიქსირი აქ კერძოდ ავტონომიური რესპუბლიკები, რომელიც თავად საოკუპაციო ადმინისტრაციამ გადმოწერა ჩვენი პრეამბულიდან, ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულიდან, რომ ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის და ასევე აფხაზეთის მონაწილეობდა რეფერენდუმში და ასევე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ეხლა მე ერთი შეკითხვით მინდა მიმართო საზოგადოებას. ეს არ არის, ეს ლოგიკურადაც ასეა და თავისთავად კანონითაც, კონსტიტუციითაც ასეა. თუ კონსტიტუციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელსაც თქვენ დღეს ლეგიტიმურ ხელისუფლებას უწოდებთ და მეც ნამდვილად ლეგიტიმურ ხელისუფლებას უწოდებ, ვინაიდან საქართველოში არსებობს ნამდვილად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ის ლეგიტიმური დეპუტაცია, რომელიც ნამდვილად ღებულობდა მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ არიან იქ შეპარულები, ისეთები, რომელიც აწყობს საოკუპაციო ადმინისტრაციას და მათ შეგნებულად გაიყვანეს ის ხალხი, რომლებიც არ აწყობდათ და შემოიყვანეს და დააკომპლექტეს ნაწილობრივ იმ პიროვნებებით, რომელიც ნაციონალები არიან. ნაციონალები იმ პერიოდში არ არსებობდნენ, არც მოქალაქეთა მოკავშირეები არ არსებობდნენ და ამ დროს კი გაჩნდნენ სარეველები იმ ხალხში, რომლებიც ნამდვილად იბრძოდნენ ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებისთვის. ის არჩევნები გამარჯვებით დამთავრდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ და აქ არავითარი ის წინააღმდეგობა აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ ნაწილს შორის არ ყოფილა, არ დაპირისპირება მოსახლეობასთან და აქედან გამომდინარე მე მინდა მოვიშველიო ამჯერად ზეპირადად შემეძლო ამის თქმა, შემიძლია გადმოგცეთ ეს კონსტიტუციის ეს მუხლი შინაარსობრივად, მაგრამ მოდით თუ გნებავთ პირდაპირ დაგიფიქსირებთ. ეს გახლავთ 112 მუხლი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისთან დაკავშირებით. საქართველოს რესპუბლიკის, ეხლა მე მოგახსენებთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი შედგებოდა 13 კაცისაგან, 13 დეპუტატისაგან, მაპატიეთ. ეს გახლავთ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თავისი მოადგილით და მისი ორი მოადგილე ამავდროულად, ერთი გახლავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მეორე გახლავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ესენი გახდნენ მოადგილები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა და ეს 4 არიან უკვე აქ ესე იგი მონიშნული, დანარჩენი 9 გახლავთ პრეზიდიუმის ის წევრები, რომლებიცზეც მე მექნება საუბარი. ამასთან დაკავშირებით ესენი არიან მუდმივ მოქმედი კომისიების ხელმძღვანელები. მოდით აბა წავიკითხოთ ახლა რა წერია კონსტიტუციაში, რომ ყველამ კარგად იცოდეთ, ვინ არის და ვინ სად დგას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, კანონიერი ხელისუფლება არსებობს. ჩვენი ესე იგი ქვემდებარე არის ის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის უმაღლესი ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ის თუ ლეგიტიმური არა, ჩვენ არალეგიტიმურები ვართ,
აბა მოდით რას პასუხებს კონსტიტუცია, მაგრამ კონსტიტუციის პასუხი ვიცი მე მათ არ აწყობთ, მაგრამ მე მინდა რომ ხალხმა ეს კარგად მოისმინოს და გაითავისოს ყოველივე ის, რომ ეს იგი სიცრუე ორი სიმართლე არ არსებობს, არსებობს ერთი სიმართლე და ეს გახლავთ ასე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან თანამდებობის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარეები. მე ხომ მოგახსენეთ ამის შესახებ, ოღონდ მინდოდა რომ თავისთავად დამიფიქსირებთ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს სათავეში უდგას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. ესე იგი აქ უკვე ჩამოვყალიბდით ჩვენ, რადგან აჭარაც და აფხაზეთიც არის ლეგიტიმური და ესენი უწოდებენ de factoც არიან და de iureც არიან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თუ ისინი de facto არიან, ჩვენ რა de iure ვართ მარტო, ის რომელიც ჩვენ გვექვემდებარება, აგერ მე მოგახსენეთ 112 მუხლი გადაშალეთ, ისწავლეთ კონსტიტუციის წაკითხვა, ან საერთოდ კითხვასთან ცოტა მწრალად ხართ, მაგრამ საჭირო წიგნია იყოთ ხელში და წაიკითხო და მით უმეტეს კანონები, რომელიმე კანონებმაც თქვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, უცოდინარობამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვეყენეთ. აი იგივე რაც უნდა მოგახსენოთ, ეს იყო უზენაესი საბჭოსთან მიმართებაში, ხო? ეხლა დავინტერესდეთ და შევამოწმოთ ეხლა საკუთარი თავის და საერთოდ კონსტიტუცია მოვიშველიოთ, რა მდგომარეობა აქვს აქ მინისტრთა საბჭოს. მინისტრთა საბჭო ცალკე არის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ცალკე არიან. არა, ანალოგიური მდგომარეობა არის ზუსტად მინისტრთა საბჭოში. კერძოდ ეს გახლავთ მუხლი 123. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი შედგება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მისი მოადგილეებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრებისაგან. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აღდგენებით, აქ უკვე პრეზიდენტი არჩეულია. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან აფხაზეთის ავტონომიური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეები. მე მგონი ყველასთვის გასაგებია, ძალიან გასაგები ქართულითაც არის ნაწერი და ნაწერის წაკითხოს არაფერი არ უნდა, თავარია უნდა დაიჯერო, უნდა მოისმინო და უნდა ხალხს იმას უმტკიცებ, რომ ეს de facto-ა და ის არ არსებობს და ის წავიდა და საწავიდა, წავედით და ავორთქლდით ამ საქართველოსთან. ასე რომ იცოდეთ, რომ ისინი ჩვენი ქვემდებარენი არიან და ისინი ჩვენს უზენაეს საბჭოს ექვემდებარებიან. ჩვენთან არაფერი საერთო არ აქვს, იმიტომ რომ ის არჩევნები, როდესაც ჩატარდა 91 წლის სექტემბერში, თქვენ მაშინ რევანშისთვის ემზადებოდით და უკვე იწყებდით პირველი დარწმები, რაც მოგვაყენეთ, ეს ამაზე მეკნება საუბარი. ესე იგი, ეს საკითხი ფაქტობრივად უკვე მე ამ საკითხში გაგარკვიეთ, მე მოგახსენეთ, რომ საქართველოში თითქმის ყველა ვინც დაინტერესებული არის საქართველოს მომავლით და ვისაც აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია და მისი კანონები, აქედან გამომდინარე თავისთავად ცხადია, რომ მათ ისინი ყველაფერს ჩახედულნი არიან, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აინტერესებთ რა მოხდა საქართველოში, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, სად არის ის ხალხი, სად წავიდა, რა კონსტიტუცია ჰქონდათ, რა მექანიზმებით მართავდნენ სახელმწიფოს. ეს კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ ახალგაზრდების დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მოისმინონ სიმართლე და ყველაფერს თავისი დასკვნები გააკეთონ, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის საკითხი ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ეს არის სახელმწიფოს ძირითადი ფუნდამენტური საფუძველი და წარმოიდგინეთ ახლა ბავშვი რომ დაიბადოს და მას დაბადების მოწმობა არ ქონდეს. ახლა ესეთი რამ ხო არ არსებობს. თუ პარლამენტი არჩეულ იქნა და აირჩიეს პარლამენტი ჰაერში და ის პარლამენტი უცებ გაქრა? არა.
აი სწორედ ეს გახლავთ ის დოკუმენტი, რომელიც საფუძველზეც შემდეგ, როდესაც 9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საგარეო ურთიერთობათა კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც ვალდებული არის საერთოდ სახელმწიფოს დიპლომატიური სამსახურები ყველა სახელმწიფოში ატყობინონ მომხდარის შესახებ. ეს ხდება პროტოკოლური წესი არსებობს ამისი მთელ მსოფლიოში და შეტყობინებები გაიგზავნა, რომ საქართველოში ამ დღეს განხორციელდა ეს ფაქტი, გამოცხადდა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის საფუძველზე ხართ თუ არა მომხრე, რომ ვცნოთ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და სწორედ აი აქ გახლავთ ის რიცხვი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა, რომელიც დაიბეჭდა საქართველოს რესპუბლიკაში. ასე რომ აქ არის საკმაოდ დიდი რაოდენობა 50 ეხლა ესე იგი 58 და შემდეგ კიდე 27 სახელმწიფომ განაცხადა მზადყოფნა დააემყარებინა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან და ესეც მოხდა და ამის შემდეგ გახდა საქართველოს უკვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი და ამის შემდეგ მოხდა საქართველოს ევროსაბჭოს წევრი. ეხლა რომ ძალიან გაუკვირდათ გუშინ თუ გუშინ წინ რომ ისო მეორედ გამოდისოთ, მეორედ კი არა, საერთოდ შენ იმის გამოსვლას რა აზრი აქვს? უნდა გამოხვიდე კანონიერი ხელისუფალი უნდა გამოვიდეს და ის შექმნილი რაღაცა ხუხულა ისე დაინგრევა, ხო იცით რომ ქვიშისგან სახლი არ აშენებულა რა, ქვიშა და ისე მიწაზე დავა. ასე რომ სახელმწიფო ასე არ შენდება. იქ გამოვიდა ეხლა რა გააკეთა, დაანგრია სახელმწიფო და გამოვიდა. რა მნიშვნელობა აქვს ასეთ გამოსვლას? თუ გამოდიხარ, უნდა გამოხვიდე რომ დაასაბუთო რომ მე ეს გაკეთა, ეს მე კი არა, სულ მე თხასავით რო იძახიან, არა. ხალხი სად არის ხალხი? დამშეული სიღატაკის ზღვას მიღმა? მიპასუხეთ ერთი და რეფორმატორმა საქართველოს პირველ ადგილზე გავიდა რეფორმების ნამდვილად გეთანხმებით. ვეთანხმები ვინც ეს კვლევა ჩაატარა, ნამდვილად რეფორმატორ პირველ ადგილზე გავიდა. სიღატაკის მხრივ, შიმშილობა, სიკვდილიანობა, ტერიტორიების დაკარგვა აიღეთ, საერთოდ უხელფასობას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ უმუშევრობა არის. საქართველოში ყველა ეკოლოგიური კატასტროფა არის, არ არსებობს სამედიცინო მომსახურეობა, არ არსებობს საერთოდ დასაქმებული ხალხი, არ არსებობს ფაბრიკა, ქარხანა, არაფერი არ არსებობს. ამისში ნამდვილად პირველ ადგილზე გავდივართ. ეს კვლევა ვინც ჩაატარა, უღრმესი მადლობა მას იმ ობიექტური შეფასებისათვის, მაგრამ მე ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველოში კანონიერება იზეიმებს და ამის შემდეგ მოხდება ის, რომ საქართველოში ყველაფერი აღმავლობის გზით დავა. შემდეგი საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ და აუცილებელია, ეს ხო მე ეს გადავიტანე ბოლოსკენ, ვინაიდან ეს არის ძალიან აუცილებელი საკითხი და ამავდროულად უკვე პირველი დღის რეაქციას განასახიერებს კომუნისტების მხრიდან კერძოდ 1990 წლის 14 ნოემბერი, როდესაც სტარტდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესია. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი ღირსშესანიშნავი თარიღია, ისტორიული თარიღია ისეთი, რომელიც საერთოდ საბჭოთა კავშირში არ მომხდარა და საერთოდ მთელი მსოფლიო საქართველოსკენ იმზირებოდა იმის გამო, რომ თავად აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს ეშინოდა საბჭოთა კავშირისა და უსებს საქართველოს ამოყა თავისუფლების კუნძული შეიქმნა და აქედან უკვე წარმატებული გზა მიეცა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას იმისათვის, რომ მას უნდა ჩამოეყალიბებინა და შეექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ რა ხდება ამ დროს? მიმდინარეობს პირველი სესია, რომელიც უნდა იწერებოდეს
ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხართ ან საფრანგეთი ან ინგლისი ან ნებისმიერი ან კიდევ ისეთი აფრიკის რომელიმე ქვეყანაში ხართ და ეს დემოკრატიული ინსტიტუტები მოითხოვს იმას რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ყველგან ყველა სახელმწიფოში და ყველა ქვეყანაში თუ რა ცვლილებები ხდება ხო და აქ კი პირიქით მოხდა თვითონ საქართველოს ტელევიზია რომლის ხელმძღვანელის გახდათ არჩილ გოგელია თავისი რასაკვირველია მამობილია თუ ბიძარი თუ გამზრდელია ედუარდ შევარდნაძისგან გორბაჩოვისგან დავალება ჰქონდა რომ ერთ-ერთია არ ჩაწერილიყო ნუგზარ ფოფხაძე ხო მისი წინამორბედი იყო და ტელევიზიას საერთოდ ის განკარგავდა და მისი აღზრდილები დღესაც ბრძანდებიან ტელევიზიაში ასე რომ მათ არ ჩაიწერეს შეგნებულად ზვიად გამსახურდიას კი არა საერთოდ საქართველოში მომხდარი აი ასეთი ისტორიული თარიღი ასე რომ თუ თქვენ რაც ნახეთ ესე იგი ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია 14 ნოემბრის სესიასთან დაკავშირებით ეს არის სამოყვარულო ვიდეო ფირზე აღბეჭდილი მასალა რომელიც იქ შემოსულმა რამოდენიმე ჟურნალისტმა და ერთ-ერთმა ქალბატონმა თავისი ინტერესით თავისი არქივისთვის გააკეთა, რომელიც შემდეგ უკვე ჩვენ გადმოგცეს, იმიტომ რომ ვიყავით აბსოლუტურად ხელმძღვანელი. და როდესაც ზიად გამსახურდია მოიკითხა ჩანაწერი 14 ნოემბრის ჩანაწერი არჩილ გოგელიამ ასეთი განცხადება გააკეთა. რა საჭირო იყო ამის ჩაწერა? ჩვენ რადიო ოფიცირებული ქონდაო თელი საქართველო და ეს გადაიცემოდა და ამის ჩაწერა არ იყო საჭირო. აი არჩილ გოგელიამ კი კარგად დააფიქსირა პუჩის დროს საკუთარი პიროვნება, მისი ოჯახის წევრებიც არ ჩამორჩნენ მას, მისი სამხანაგო და საერთოდ ახლა გაქანებული კომკავშირელი და პარტიული იყო და ვინ განდობს საერთოდ რომელ საბჭოთა კავშირის დროს ახლა ვინანდობდა არჩილ გოგელიამ გაიარა 9 გზის შემოწმება, იმიტომ რომ მას დაემსახურებინა რომ გამხდარიყო ტელევიზიის თავმჯდომარე. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის თავმჯდომარე. ასე რომ მან ჩაიდინა, ესე იგი, მოღალატური საშინელი ღალატი ჩაიდინა პირველსავე დღეს ქართველი ერის წინაშე. ეს ღალატია, აბა რა არის? ღალატზე უარესია. შენ არ გინდა შემოუნახო ისტორიას ის რაც მოხდა? არა. მოღალატე არჩილ გოგელიაო. ჩვენ ყველაფერი გვაქვს. თქვენ ოღონდ ნუაღელდებით და ღამე განწყობა შეგეცვლებათ ამის გამო იცოდეთ რომ ყველა ჩანაწერი გვაქვს აბსოლუტურად ვაი თქვენ რომ ვერ მიაღწიეთ იმას რაც ჩაიფიქრეთ. შემდეგი ის რაც უნდა მოგახსენოთ ეს არის აუცილებელი და მე დავამთავრებ ამას ძალიან ლამაზად მაჟორულ ტონზე ჯერ ეს მინორული ტონა მინდა მოვიშორო თავიდან. ასევე იყვნენ ძალიან ბევრი ძალიან ახლა იმდენი კი არა რომელმაც რაღაც გამარჯვებას მიაღწიეს. როგორ გამარჯვებას იმას თუ გამარჯვებას ეძახიან რომ მთელი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი უკრაინის მთელი შეიარაღება და მთელი ბალტიისპირეთის ქვეყნების მე გულისხმობ უკვე აფხაზეთში რომ გამოგზავნეს ესტონეთის ეს ბელილებეძი ძალიან კარგად ვიცი ეს სნაიპერების ქალთა ჯგუფი. მე ამას არ მიმოიხილავ ახლა. მე ვეხები აი საქართველოში მცხოვრებ ერთ-ერთ პიროვნებას, რომელსაც სხვათა შორის ჩემდა სამწუხაროდ უწმინდესმა გაუწია დიდი რეკლამა. მე მგონი რომ ეს სარეკლამო პიროვნება კი არ არის, ეს არის სამარცხვინო პიროვნება იყო. მართალია მიცვალებულებზე ან არაფერი არ უნდა თქვა, ან კიდე საერთოდ არ უნდა ახსენო, ან იცით რა არშია საქმე, თუ იმის თავი ქონდა ეს ეთქვა, მაშინ
მაშინ რა გინდოდათ იმ თქვენ მებთან, წინაპრებთან, იმ ლენინებთან და იმასთან, ხო ლენინის გზით მიდიხართ და ლენინური გზით ანადგურებთ ყველაფერს და მე ვერ გავიგე, ახლა მამარდაშვილის ხსენება არ შეიძლება და ზვიად გამსახურდიას ლანძღვა შეიძლება. აბა მოდით წავიკითხოთ თქვენი დიდი ფილოსოფოსი, რომელსაც ძეგლით დაუდგით ტელეგრაფი რუსთაველზე, ტელეგრაფსა და იმელის შენობას შორის, რომელიც ორივე დიდი ხნის გაყიდული გაქვთ. მაგრამ აი იმას აწაიღებთ, მაინტერესებს. ალბათ იმას გადააგნოთ და ჭახს თუ გაიკეთებს რომელინეობით. აბა მე რა მამარდაშვილი რას ბრძანებს? თუ ქართველი ერი აირჩევს ზვიად გამსახურდიას, მე მაშინ ჩემი ერის წინააღმდეგ წავალ. ოჩახ, შენი ერი არასოდეს არ ყოფილა ქართველი ერი, ასე რომ ეს არის ლიტონის სიტყვები აბსოლუტურად სიმართლის აბსოლუტურად მოკლებულია. მე მხოლოდ სქესობრივად ვარ ქართველი, მე მგონი ეს უსქესო იყო საერთოდ ამის მთქმელი ასე. პოლიტიკოსის რეალური მდგომარეობა საქართველოში მარტო